ბათუმის მერიაში სტუმრად შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. დელეგატებმა ქალაქის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელ პირებთან ერთად ბათუმში სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს. საუბარია სამი სხვადასხვა ტიპის უსახლკარო მოქალაქეებისათვის თავშესაფრის, საცხოვრებლისა და ღამის ცენტრის ამოქმედებაზე, რომელთა მშენებლობაც წლის ბოლოს უნდა დაიწყოს. როგორი უნდა იყოს სოციალური ცენტრები პროექტისათვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება თანამშრომლობის ფარგლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ეძლევათ. გამარჯვებული პროექტები ზაფხულში უნდა გამოვლინდეს. პროექტის მიხედვით გადაწყდება რა თანხა დაიხარჯება საცხოვრებლებზე. შვეიცარიელმა სტუმრებმა დღეს თვითმმართველობის საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარეს. სამი პროექტი განიხილება ახლა ეს არის სოციალურად დაუცველი ადამიანებისთვის საცხოვრისის მშენებლობა და პროექტირება, შემდეგი არის მოხუცთა თავშესაფარი და მესამე არის ისეთი ადამიანებისთვის, რომელსაც თავშესაფარი არ აქვს და მიუსაფარები არიან, რეაქციის ქვეშ ატენებენ და აღამებენ. აი ამ სამი კატეგორიის ადამიანებისთვის წავა ახლა პროექტირება. მათ დავალება როგორი ტიპის საცხოვრისი უნდა დაგეგმარონ. საინტერესო ამხრივაც გამარჯვებული იქნება წახალისებული როგორც ჩვენ თვითმმართველობის მიერ, ასევე შვეიცარიის სახელმწიფოს მიერ.